პატიცემულო სტუმრებო, კალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. სურს კიდევ ერთხელ გავაჟღერო ჩვენი გუნდის, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტული სწრაფვა, რომ საქართველოში ბიზნესი გახდეს მაქსიმალურად თავისუფალი, მოტივირებული და მონაწილე ქვეყნის გაძლიერებაში. წარმატებული ბიზნეს პროექტები პროგრესის და საერთო დოვლათის შექმნის საწინდარია. ქვეყნის წინსვლა დამოკიდებულია ეკონომიკის განვითარებაზე. ბიზნესის ხელშეწყობასა და უცხოური ინვესტიციების ზრდაზე სხვადასხვა სექტორში. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო უფრო მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვის, რაც თავის მხრივ ხელშეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ყველაზე დიდი პრობლემის მოგვარებას ადამიანების დასაქმებას. მოგეხსენებათ, საქართველო მდიდარია ჰიდროენერგეტიკული რესურსებით. ჩვენ არაერთხელ გაგვიჟღერებია და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი მთავრობის ხელისუფლების პრიორიტეტია ამ რესურსების რაციონალურად ათვისება, რათა ჩვენ მოვახერხოთ და უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა. დღევანდელი დღე ჩვენი ძალისხმევის კიდევ ერთი კარგი მაგალითია. დღეს საფუძველი ეყრება ონის და მტკვარი ჰიდროელექტროსადგურების პროექტის განვითარებას, რაც ჯამში 230 მეგავატ სიმძლავრეს შემატებს საქართველოს ენერგოსისტემას. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ქართული და უცხოური კომპანიების ერთობლივი მონაწილეობა აღნიშნულ პროექტებში და გამოცდილების ურთიერთგაზიარება, რაც თავისთავად ხელშეუწყობს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას და გაძლიერებას. ჩვენ მივესალმებით კომპანია რობინსის აქტიურ ჩართულობას, რომელიც 60 წელია აწარმოებს და ავითარებს მაღალ ტექნოლოგიურ მიწისქვეშა სამშენებლო მანქანა-დანადგარებს. ქართულ კომპანია ფერს, რომელიც 25 წელი ხდება, რაც აქტიურად ახორციელებს ენერგეტიკული პროექტების ფართო სპექტრის სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებს და თანაინვესტირების ფონდს, რომელიც ჩართულია ენერგოპროექტების განხორციელებაში, სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად. დასასრულისკენ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის კარი ყოველთვის ღიაა ბიზნესისთვის. ჩვენ მივესალმებით ასევე საქართველოში ქართული ბიზნესმენების გააქტიურებას ამ დარგში, ამ მიმართულებით. მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველა იმ კომპანიას, ვინც ჩართულია და ახორციელებს ამ მიმართულებით გარკვეულ ინვესტიციებს, ბანკებს, საფინანსო ორგანიზაციებს და ჩემთვისაც და თითოეული ჩვენთაგანისთვისაც საამაყოა, რომ საერთაშორისო ბანკებმა საქართველოში ენერგეტიკული მიმართულება გამოაცხადეს თავიანთ პრიორიტეტად. მე მინდა წარმატებები გისურვოთ ყველას, კიდევ ერთხელ აღვნიშნა, რომ ეს პროექტები, რომელიც მემორანდუმსაც დღეს ხელი ეწერება, არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკის დარგის განვითარებისთვის პრიორიტეტული და დარწმუნებული ვარ, ეს პროექტები სხვა მიმდინარე პროექტებთან ერთად იქნება წარმატებული და ჩვენ ერთად მომავალშიც ძალიან ბევრ საინტერესო მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. მადლობთ, წარმატებებს გისურვებთ. ხელი მოეწერა ორ მემორანდუმს. ჩვენ ამ შემთხვევაში როგორც ინვესტორები ჩართული ვართ ონის გასწრებში, კომპანია ფერიონის გასწრებში ჩართული, ხოლო მეორე შემთხვევაში ყვარის ჰიდროელექტროსადგურზე ჩვენ როგორც მშენებლები, ჩვენი გამოცდილებით ვართ ჩართულები რთული ნაგებობის დასასრულებლად, რომელსაც გვირაბობია ამ შემთხვევაში 9 კილომეტრიანი გვირაბი აქვს და ამ კუთხით ვართ მეორე ჰიდროელექტროსადგურზე ჩართული, ხოლო როგორც მოგახსენებთ ონის გასწრად შეეხება რამდენი იქნება დაფინანსებული? 55% განისაზღვრება ამ ეტაპზე ჩვენი თანამონაწილეობა ონის გასწრებში. თქვენი და ამერიკული კომპანიის ერთად თუ მარტო? ჩვენი და ამერიკული კომპანიის ერთად 55%. დეტალები გიოდაზოს. ჰიდროელექტროსადგური 10 გვაქვს დასრულებული, თქვენ მოგესწრებათ ძალიან კარგად იცით, დარიალის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც დასრულების პროცესში ეს 100 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური
ეს არის ეს დარიალი დღეისთვის ჩვენთვის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია, ხოლო ონი 178 მეგავატამდე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური იქნება. შესაბამისად, გამომდინარე აქედან მასშტაბები შეიძლება განსხვავდეს. ონიც ჩვენთვის იქნება უკვე ყველაზე მაღალი საფეხური ამ ეტაპზე საკოლაკციებსა და მომჩენილ პროცესში. დარიელი ჰესთან დაკავშირებით ხდება. თითქმის დასრულებულია სამშენებლო ნაწილი, სრულად ამჟამად მიმდინარეობს ავსტრიული კომპანია Alpine-Sidros მიერ აგრეგატების დაგეგმვა, რომელიც დასრულდება ამ წლის ბოლოს მეგობრებთან შევასწავლეთ.